ლელა მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღეს ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. მორიგი კრიტიკული ანგარიში საქართველოს საკითხზე ქართულ ოცნებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ამჯერად ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მოუწოდებს. რას ცვლის თაროზე შემოდებული კრიტიკული რეზოლუციები, რომელთა რეკომენდაციების შესრულებაც არ ხდება. დღეს ამით დავიწყებთ, თუმცა რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ სხვა არაერთ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხზე. ანა ბუჩუკურია ჩვენი პირველი სტუმარი და ზუსტად ერთ წუთში გვერდება, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელკვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნაულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 2003 და 2005 წელს დაბადებული პირები დააკავეს. მათ 4 ივნისს მარნაულში ურთიერთშელაპარაკებისას 1998 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო. დაკავებულია თურქეთის მოქალაქე. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიმდინარე კვირას პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას განიხილავენ. ამ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორი გიორგი გავიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. ის ცოტნე ყავლაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე უკვე დაბრუნდა. რაც შეეხება გენერალური პროკურორის მოვალეობას, მას გიორგი გვარაკიძე ასრულებს. გენერალურ აუდიტორს კანონმდებლები სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით აირჩევენ. მაშასა ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკურია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტონო ანა და მადლობა სტუმრებისთვის. ქავტონო ანა, გავყვეთ მოდით აქტუალურ საკითხებს. ერთ-ერთი თემა, რაც ახლა შეფასების საგანი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს საკითხზე დამტკიცებული ანგარიშია. დოკუმენტი მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, მხარს უჭერს ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მოითხოვს აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. მოკლედ ეს არის მორიგი კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თუმცა როგორც ვიცით, ევროსტრუქტურების მიერ მიღებულ დოკუმენტებს არ ახლავს ხოლმე კონკრეტული შედეგები. შესაბამისად, რა აზრი აქვს და რა მნიშვნელობა შეიძლება კონდეს თაროზე დაგროვილ კრიტიკულ რეზოლუციებს. ლელა, რეალურად არაფერი სიურპრიზი მათ შორის ამ მორიგ რეზოლუციაში არ არის. არ წერია აქ რამე ისეთი, რაც აქამდე არ მხოლოდ ევროპარლამენტის ან ევროკავშირის სხვა სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან არ მოგვისმენია, მათ შორის ესეთი შეფასებები გვესმის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მეგობარი პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, ასეთი შეფასებები გვესმის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც და არის მორიგ ჯერზე შეფასებები. ეს შეფასებები რეალურად ასახავს ფაქტებს, ხო? ფაქტი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, ძალიან მძიმე სისტემურ გაყალბებით. ფაქტი არის ის, რომ არჩევნების შემდეგ გამოვიდა პრემიერად წოდებული და პირდაპირ გააკეთა განაცხადი, რომ ფაქტობრივად აჩერებენ 78 მოხსავრე, ანუ ევროინტეგრაციის პროცესს. ფაქტი არის ის, რომ ამ განაცხადის შემდეგ, როდესაც ადამიანებმა გამოხატეს დემონსტრაციებით, ანუ ესე ვთქვათ, ქუჩაში პროტესტი, ეს ადამიანები მასიურად და სისტემურად საუბარი არ არის ინდივიდუალურ საპოლიციო გადაცდომებზე. მასიურად სისტემურად სცემეს, მათ შორის წაქცეული ადამიანები, მათ შორის დაკავებული ადამიანები სახეში ურტყეს, თქვენი კოლეგები მოვალეობის შესრულების დროს სცემეს, ძალიან სასტიკად. ფაქტი არის, რომ არც ერთი ასეთი მოძალადე არ დასჯილა. ფაქტი არის, რომ პირიქით ამ სისტემური ძალადობის შემდეგ მადლობები უხადეს საპოლიციო სისტემას და დააჯილდოვეს ხელმძღვანელი პირები. ფაქტი არის ის, რომ კორუფცია გახდა მთავარი ბერკეტი, ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი მართვისთვის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ფაქტი არის ის, რომ ესე ვთქვათ, პარლამენტმა, ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა მიიღო კანონები დაჩქარებული წესით ადამიანების დასჯისთვის, როდესაც 50 ლარიანი ჯარიმები გახადა 5,000 ლარამდე, აწია 5,000 ლარამდე. ფაქტი არის, რომ ქვეყანაში არის
ათეულობით პოლიტიკური პატიმარი, ეს ფაქტები ხომ არ შეცვლილა. ოცნებას ხო არ გამოუსწორებია ბჭყალებში, რომელიმე ეს მძიმე შედეგი პირიქით მავნებლობას უმატებს მავნებლობას. აქედან გამომდინარეობს ეს შეფასებები, ფაქტებს ეფუძნება ეს შეფასებები, ამიტომ არც სიახლეა რაღაც ამაში, არც რაღაცა სიურპრიზი არის. სამწუხაროდ ეს არის ის ფაქტების, ესე ვთქვათ, ჯაჭვი, ერთობლიობა ფაქტების, რაზეც შემდგომ უკვე გვესმის ის შეფასებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც გვესმის. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ხდება კრიტიკული რეზოლუციაზე მიღება, მაინც გვესმის მოწოდებები პარტნიორებისადმი, რომ ქმედებები გააქტიურონ ქართული ოცნების წინააღმდეგ და რომ საკმარისი არ არის მხოლოდ რეზოლუციები და ასე ვთქვათ კრიტიკული განცხადებები, შეფასებები, რომელიც ბრიუსელიდან ისმის ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ სწორედ ჩემი შემდგომი კითხვა, ახლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე გუშინ წინ საქართველოს საკითხის განხილვა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზეც ვნახეთ, ხო, მოვისმენთ ევროპარლამენტარების კრიტიკული გზავნილები, ისე როგორც იგი იყო რამდენიმე ქართველი გამომსვლელის, მაგალითად ლაშა ბუღაძემ, ბექა ყორშიამ და მარიამ ქერაშუმამ მიმართეს ევროპარლამენტის წევრებს. ევროპა აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს, საქართველოს და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს, ასეთი იყო მაგალითად ლაშა ბუღაძის სათქმელი. აი კონკრეტულად რას ითხოვთ პოლიტიკური სპექტრიც და სამოქალაქო საზოგადოებაც უკვე დასავლელი პარტნიორებისგან, ესეც მინდა გითხოთ, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ პარტნიორებს იმისთვის, რომ ქართული ოცნება კიდევ უფრო შესუსტდეს, რისი გაკეთება გარდა კრიტიკული რეზოლუციების მიღებისა. ლელა, თქვენის ნებართვით მე ვერ ვისაუბრებ სხვა პოლიტიკური პარტიები რას ითხოვენ და მით უკვე სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენ გუნდს რა კომუნიკაცია აქვს მათ შორის პარტნიორებთან. პირველი მაგალითად, როდესაც საერთოდ გაგახსენებთ სანქციების თემა, რამდენიმე წლის წინ რო დაიწყო და რო შემოვიდა, ჩვენი გუნდი იყო ძალიან ფრთხილი ამ სანქციების საკითხზე. იმიტომ რომ ჩვენ მოგწონს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თუ არ მოგწონს, მაშინ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ხელისუფლება იყო, მოგწონს თუ არ მოგწონს, ისინი წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისად ნებისმიერი ასეთი პირის დასანქცირება, რა თქმა უნდა, მათ შორის ქვეყნისთვის იქნებოდა მძიმე და ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით, მაგრამ დროთა განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ პირიქით, რაღაც შემაკავებელი ფაქტორი ყოფილიყო და რაღაც ეს მავნებლობები გაეჩერებინა, პირიქით, განსაკუთრებით 24 წლის არჩევნების შემდეგ უარესი და უარესი ქმედებებზე გადავიდა, გაუარესდა ოცნების ქმედებები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სანქცია დღეს არის, ერთ-ერთი გზა კონკრეტულ ინდივიდებზე სანქციის გამოყენება არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გზა. სანქციის დაწესების მოწოდებაში. გეტყვით რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ლელა დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. და როდესაც აი ეს არჩევანია გასაკეთებელი ქვეყანა საქართველოს ყველა მოქალაქეს, თითოეულ მოქალაქეს საქართველოსი, ესე ვთქვათ, მოუწიოს ამ ბენეფიტის, ამ სარგებლის დათმობა თუ ინდივიდუალურად, ვინც ამ აქამდე მიიყვანა ქვეყანა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებას, რომლების ქმედებებითაც ქვეყანა აქამდე მივიდა, რომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთ-ერთი ყველაზე სანქციები ეს არის არა მხოლოდ ეს არის ერთ-ერთი პარტნიორების არის ერთ-ერთი მიმართულება. როდესაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია, ჩვენი გუნდის, მათ შორის ლიდერის გახარიას კომუნიკაცია იწყება და მთავრდება პოლიტიკური პატიმრების საკითხით. იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც გვაქვს ამდენი პოლიტიკური პატიმარი, შეუძლებელია განცდის და სამართალს და პოლიტიკას რო თავი დავანებოთ, განცდის დონეზე შეუძლებელია საქართველოს მოქალაქეს კონდეს სამართლიანობის შეგრძნება. მაგრამ პატიმრები ქართულმა ოცნებამ უნდა გაათავისუფლოს ამას. რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რასაც ჩვენ ნომერ პირველ პრიორიტეტად ვასახელებთ ჩვენს პარტნიორებთან, ეს ევროკავშირში იქნება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სხვა. ანუ ამ მიმართულებით ზეწოლის გაზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ახლა მეორე საკითხი ევროკავშირი თქვენ იცით რომ არ არის ერთი სახელმწიფო, ხო არის სახელმწიფოთა ერთობლიობა, ორგანიზაცია, გაერთიანება და შესაბამისად არის ძალიან მაღალი ხარისხის ბიუროკრატია და ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დროში იწელება. ეხლა ეს დროში
ვთქვათ, გაჯანჯვა პროცესის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგად არ აისახება, ესეც არის ფაქტი და ეს უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ. და ამას ვერსად ვერ გავექცევით, მით უფრო იმის ფონზე, რაც ხდება რეგიონში, საქართველოს საკითხი, როგორც ასეთი. და იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ოცნება დაკავებულია ევროკავშირის ლანძღვით და გინებით და შეურაცხყოფის მიყენებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ პირობებში სამწუხაროდ საქართველო არ არის, ვთქვათ, ნომერ პირველი პრიორიტეტი, ხო, ევროკავშირისთვის. ესეც რა თქმა უნდა დროში ჭიმავს ამ პროცესებს. ანა, ისევ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეგუშინ დამტკიცებულ ანგარიშს მინდა დაუბრუნდეთ, გარდა იმისა, რომ მაშინ თქვა სხვა პოლიტიკური გზავნილია გაჟღერებული, მათ შორის აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნაა დაყენებული, ისე როგორც სანქციების შესახებ არის საუბარი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში, მასში საუბარია ადგილობრივი არჩევნების საკითხზეც, ევროპარლამენტარების შეფასებით ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტექსტია. ამ კონტექსტში კი ოპოზიციის მისამართით ჟღერს მოწოდება, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ, ანუ ევროპარლამენტარები ოპოზიციურ ძალებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ურჩევენ. ეხლა თქვენი პარტიის პოზიცია გასაგებია და ჩვენ ამ თემაზე საუბარს განვაგრძოთ იქამდე უშუალოდ პარტნიორების ამ პოზიციაზე და დამოკიდებულებაზე მინდა გითხოთ, ჩნდება კითხვა, რამდენად კარგად იცნობენ ევროპელი მეგობრები ქართულ ოცნებას, ანუ რამდენად აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, რისი გაკეთება შეუძლია ქართულ ოცნებას არჩევნებზე და იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. პირველი დავიწყებ იმით, რომ კი, ნამდვილად თქვენ კარგად იცით და ადენებთ თვალს ჩვენი პოზიცია, დაახლოებით 2 თვეა უკვე ცნობილია და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენს გადაწყვეტილებაზე არც წარსულში, არც დღეს და არც მომავალში ვერ იქნება უბრალოდ ზეგავლენა ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ ვერანაირ მოწოდებაზე წოლას და ასე შემდეგ. წოლას გულისხმობ ქვეყნის შიგნით და რაღაც მოწოდებებს ქვეყნის გარედან, ანუ სურო პირიქით ეთქვა ამ შემთხვევაში აფეტის ევროპარლამენტის საგარეოს რეპორტში ანუ ანგარიში რომ პირიქით მოწოდება ყოფილიყო, ეს მაინც არ მოახდენდა ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას. ეხლა რაც შეეხება თვითონ შინაარსობრივ ნაწილს, რა თქმა უნდა, ევროპელი პარტნიორების და არა მხოლოდ ზოგადად დასავლელი პარტნიორებისთვის აუხსნელი არის როგორ შეიძლება მაგალითად პოლიტიკურმა პარტიამ არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი, საბრძოლველი ბერკეტი, პოლიტიკურ ბერკეტებზეა საუბარი და არჩევნები მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა იყოს, არის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ანუ ესე არის ხო თეორიულად, ანუ ხელისუფლება პრაქტიკულად და თეორიულად ორადორი შანსი არის და ესე ვთქვათ მეთოდია, რომ შეიცვალოს, ხო, ერთი არის არჩევნების გზა. ძალიან კარგად ვიცით ეს არჩევნები როგორ ჩატარდა და ახლაც არ გვაქვს რაღაცა სასწაული მოლოდინი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვსაუბრობ ესე ვთქვათ ფაქტად მომყავს. ერთი არის არჩევნების გზა და მეორე არის არა არჩევნების გზა, არამედ რაღაცა ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად ყველა ბელზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ არის ხო, აი ჩვენი პარტნიორები. რატომ არ არის გასათვალისწინებელი ის არგუმენტები, რომელიც დევს მეორე მხარეს, ანუ იმ პარტიების მხარეს, ვინც ბოიკოტის მომხრე, აი ადგილობრივი არჩევნები არის არა ბრძოლის ველი, არამედ დანაღმული ველი, სადაც შეხვალ და აფეთქდებიო, ასე ხედავენ მუნიციპალურ არჩევნებს. მაგალითად მელია კოალიციაში ხა. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ოპოზიციას თქვა ქართული ოცნებისთვის დიდი ქალაქების, იგივე თბილისის, ბათუმის წართმევა შეუძლია, ასეთ კითხვას გისვამენ ამავე კოალიციაში ქართული ოცნების ყველაზე დიდი ფინანსები დიდ ქალაქებშია კონცენტრირებული და რანაირად შეიძლება გჯეროდეთ, რომ ოცნება არჩევნებში თბილისს ან ბათუმს გაგატანთო, აი ეს კითხვა დასვა გუშინ გიორგი ბუტიკაშვილმა კოალიციაში წარმოადგენს. კითხვასაც დაგისვამთ, მაგრამ ხო აი მართლაც ლოგიკურია ერთი შეხედვით და ყველა თვალსაზრისით ის, რასაც ამბობს ბუტიკაშვილი. შესაბამისად, თუ კი ლოგიკურია ის, რასაც ამბობენ სხვა პარტიებში, მაშინ რა გაძლევთ საფუძველს და იმედს, რომ ქართული ოცნებისთვის დიდი ქალაქების, მათ შორის ბათუმის და თბილისის წართმევას შეძლოთ. დავიწყებ იმით, რომ დანაღმული ველი არის საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თითოეული წევრისთვის ყოველდღიური ცხოვრება.
ან დანაღმული ველი არ არის დღეს რაც ხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების და წევრების წინააღმდეგ, ან დანაღმული ველი არ იყო, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ფიზიკურად თავს დაესხნენ ბათუმში და დღემდე არაფერი გამოწვეული არ არის. დანაღმული ველი არ არის, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერების რაღაც ნაწილი, ანუ ციხეში, ანუ დანაღმული ველი არის. ეს ხო ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ხო? ძალით ხო არ ვარ ოპოზიციაში. ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი ღირებულებების მიღებული გადაწყვეტილება და მე ამ დანაღმულ ველზე ჩემი ნებით ვარ. ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება არის დანაღმული ველი. დილა რო თენდება, დღე როგორ დამთავრდება, არც ერთმა ოპოზიციონერმა არ ვიცით. ეს ერთი. ანუ ეს ჩვენთვის ყოველდღე დანაღმული ველია. მეორე არავის უთქვამს და არავინ ამბობს პირიქით, ჩვენ როდესაც ჩვენი პოზიცია საზოგადოებას ვუთხარით, თავიდანვე ვამბობთ, რომ გადაწყვეტილება არჩევნების მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით იქნებოდა ცუცა და ცუც შორის მისაღები გადაწყვეტილება. არ არსებობს იდეალური გადაწყვეტილება ამ ვითარებაში, იმიტომ რომ ვითარება არის ძალიან მძიმე, ძალიან რთული. მაგრამ როდესაც ჩვენ გამოვედით მაგალითად და დავსვით ძალიან არა თავდასხმის მიზნებისთვის, არა ისე როგორც ახლა ისტერიას და გინებები რო აქვს და აბსოლუტური არაადეკვატურობა ხდება განსაკუთრებით ქსელში, მაგრამ ეს უფრო ამ პარტიების სახეს აჩვენებს, არა ამ ფორმით, არამედ დავსვით ძალიან არა თავდასხმის მიზნით, არამედ უბრალოდ რომ ახსნან ამ პარტიებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტია ერთ-ერთი ხსნა და გამოსავალი, დავსვით ძალიან მარტივი შეკითხვა. კი ბატონო, ბოიკოტი არის თქვენი გადაწყვეტილება, არის ბოიკოტი ინსტრუმენტი, ხო? როგორც ასეთი. მეც გამომიყენებია ბოიკოტი, მაგალითად წინამოწვევის პარლამენტის ბოლო 2 თვე იყო დაახლოებით ბოიკოტში ვიყავი მე პირადად. ოღონდ ბოიკოტში რო ვიყავი ლელა ფეხი-ფეხზე კი არ მქონდა გადადებული. მაშინ, როდესაც ბოიკოტს როგორც ინსტრუმენტს მე და ჩემი გუნდი პარლამენტში, წინამოწვევის პარლამენტში ვიყენებდით, ბოიკოტის პარალელურად ჩვენ დავდიოდით რეგიონებში და ვემზადებოდით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ფეხ-ფეხზე არ ქონდა გადადებული, ეს ერთი. ჩვენ დავსვით ძალიან მარტივი კითხვა. კი ბატონო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ. კი ბატონო. ბოიკოტის შემდეგ რას აკეთებთ? ანუ გეგმა რა არის? არც ერთ ამ კითხვაზე კი ბატონო, ამ პარტიებმა უნდა გაცემ პასუხი, თუმცა დავასრულებ თუ შეიძლება, არც ერთ მათგანს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუწია. სადღეგრძელოების თქმა პასუხი არ არის ლელა. კი ბატონო, ამ კითხვაზე მოთხოვოთ პასუხი მათ, ვინც ბოიკოტის მომხრეა, იქამდე აი თქვენ საკუთარ აუჩელოს უნდა აუხსნათ, თორემ მე ამჭირდება ამის. გაქვთ პოზიცია, რომ როგორც შესაძლებლობას ისე უნდა შეხედოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თქვენთან დავსვათ კითხვა, რომელიც შესაბამისად ამ ნაწილს და ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. აი თუ კი არ გაქვთ რამე განსაკუთრებული შედეგების მოლოდინი და აი თქვენი განწყობაც აჩვენებს, რომ რაღაც უფრო პესიმისტურია, ვიდრე ოპტიმისტური მუნიციპალურ არჩევნებთან მიმართებაში. თუ კი არ გაქვთ მოლოდინი, რომ დიდ ქალაქებს წაართვით ქართულ ოცნებას, თუ კი არ გაქვთ მოლოდინი, რომ დიდ დარტყმას მიაყენებთ მართლ პარტიას საკრებულოებში, მაშინ რა არის მიზანი? აი რატომ შედიხართ მაშინ ადგილობრივ არჩევნებში? სანამ ტაბლო ივანიშვილს უჭირავს, მანამდე რასაც უნდა იმას დაწერენო, აი სწორედ ასე ფიქრობენ ისევ იმ პარტიებში, ვინც ბოიკოტის მომხრეა. აი 13 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნები აჩვენებს თუ არა სწორედ იმას, რომ მართლაც იგებს ის, ვინც ითვლის. პირველი, არც პესიმისტურად ვარ, პესიმისტურად რომ ვიყო, აქ არ ვიჯდებოდი დამიჯერეთ, ბევრი შესაძლებლობებია ხო ცხოვრებაში, ახალგაზრდა ადამიანი ვარ. არც პესიმისტურად ვარ, არც დანაღმული ველის გვეშინია და ის პოზიცია, რომ ნუ მაშინ რა გამოდის, ანუ მათივე ლოგიკა, რომ მათ შემოუტრიალოთ, რა გამოდის, რომ ნუ მაგალითად ახალი არჩევნები რო ჩაინიშნება, ისე ვიმანიშვილმა უნდა ჩანიშნოს, ხო? ესე ხო? ხო ესეა. ანუ არც მაშინ არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი? ხო, ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო პირობები, ხო? აქამდე უნდა მივიდეთ, ხო, ფაქტია, რომ აქამდე ჯერ ვერ მივედით. ახალი საპარლამენტო არჩევნები. ხო, ფაქტია, რომ ჯერ აქამდე ვერ მივედით, აქამდე უნდა მივიდეთ. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტში გავდივარ, ვერ ამბობენ ამის სანაცვლოდ რას აკეთებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული. თქვენ ახსენეთ ძალიან გამოვიწყდა ამის თქმა და გამახსენათ თქვენმა ნათქვამად 13 წელი. პოლიტიკური პარტია, ნუ ახალ და ძველნაცებზე მაქვს საუბარი, ხო, ახლა ხან გაიყვნენ, თორე ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს კოლექტიურად, ხო, კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე გამოვიყენებ ამ შემთხვევაში. ოცნების ტემს, ანუ გულისხმობ ახალ და ძველნაცებს, წეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი იყვნენ ერთად, ხო? პოლიტიკური პარტია, რომელიც 13 წლის განმავლობაში არის ოპოზიციაში და
ვერსად, ვერცერთ ველზე ვერაფერი ვერ დაათმობინა ან ესე ვთქვათ წაართვა ხელისუფლებას. მთელი 13 წლის განმავლობაში მათი ბრძოლა იყო უშედეგო. ამ პოლიტიკური პარტიის პოზიციის მათი გადასაწყვეტია, კი ბატონო, მე ხო არ მაქვს უფლება უკარნახო. მაგრამ რომელიმე დიდი ქალაქი აი დავასრულებ თუ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, დავასრულებ თუ შეიძლება. ასეთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან იმისი თქმა, რომ ჩემი პოზიცია არის ჭეშმარიტება, მაშინ 13 წლის განმავლობაში თითოეული მათი ეს რაღაც ტაქტიკა კრახით დასრულდა, ჩემთვის პირადად არის სასაცილო. მაგრამ მაგალითად ჩვენმა გუნდმა თვეების დაფუძნებული ვიყავით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულო, რამდენიმე თვის დაფუძნებულმა პარტიამ წინადგობი არჩევნებში საკრებულოები უბრალოდ წაართვა. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი კითხვა, ქართულანა, რომელიც ისმის, არის ეს საკმარისი? მივდივარ მაგამდე. ჩვენ ხო არ ვიცით კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მიზანი ხო არის ქართული ოცნების ქართული პოლიტიკა არ მიდის რაღაც სტაბილურად, ხო? რაღაც ქაოტური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. ისიც არ ვიცით, მაგალითად 4 ოქტომბერს, ანუ როდესაც საარჩევნო რეგისტრაციის დღე მოვა, რა პოლიტიკური მდგენელები და ვითარება იქნება და არც ის არ ვიცით ოქტომბერში რა პოლიტიკური ვითარება და მდგენელები იქნება, მაგრამ ის პარტიები, რომლებიც გამოდიან და მოღალატეებს ეძახიან, სხვათა შორის მოღალატის სახელი ოცნებამ თავის დროზე ნაცებისგან გადმოიღო და ეხლა ერთნაირად ლაპარაკობენ, ხო? იმ ადამიანებზე, იმ პოლიტიკურ პარტიებზე ოცნებას და იმ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი, ერთნაირად ზუსტად ერთი ვორდინგი და ერთი ესთეტიკით საუბრობენ იმ ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, რომელსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია. მინიმუმ ეს არის იმის იმდგენელი, რომ უბრალოდ არასწორად მიყავთ პოლიტიკური პროცესი. ნაციონალური მოძრაობა, რადგან ახსენეთ, რამდენჯერმე აქ გეტყვით, რომ პირდაპირ გადანაშაულებენ ქართულ ოცნებასთან გარიგებაში, გახარია გარიგდა ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტული სარგებლის გამო, ამ დრომდე მათი მანდატები გაუქმებული არ არის, ესენი უკვე ამბობენ, რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ. გარიგებული არის სანაცვლოდ იმისთვის, რომ თავისუფლად იაროს. თქვენ რა გონიათ, გახარიას დანაშაულები არ ჩაუდენია, რა გონიათ, რომ გახარია ანგელოზია, გახარია ჩემ თვალში, ჩვეულებრივი კრიმინალია ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ზუსტად ამ ეთერში გააკეთა ეს განცხადება. აი რა არგუმენტებით შეგიძლიათ გააბათილოთ ოცნებასთან გარიგების თვალსაზრისით არსებული ეჭვები? ხაბეიშვილის კომიკური ფიგურების კომენტარებზე რაღაც არგუმენტებით საუბარი მე პირადად ძალიან მიჭირს. კომიკური ფიგურა უბრალოდ აქვს. მაგრამ ზოგადად თუ ვინმესთან გარიგდა, მე გაგახსენებთ მაგალითად ნაცმოძრაობა, როგორ მისცა 5 მანდატი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძის ჩასაბეტონებლად წინამოწვევის პარლამენტში. ეს არ იყო გარიგება. მაგალითად გაგახსენებთ რუსთავის საკრებულოში ნაცმოძრაობის წარმომადგენლება და ოცნების წარმომადგენლება ერთობლივად ჩვენი, ანუ გახარიას პარტიის წარმომადგენელი იყო თავმჯდომარე საკრებულოში და ერთობლივი გადაწყვეტილებით გადააყენეს, იმიტომ რომ რუსთავში არის ძალიან დიდი ბიზნეს ინტერესები, ერთმანეთში გადახლართული ნაცების და ოცნების ბიზნეს ინტერესები სამშენებლო მიმართულებით, კოეფიციენტებთან დაკავშირებით. ეს არ იყო გარიგება? და საკრებულოში ასეთი შემთხვევა არის ძალიან ბევრი. ამიტომ სანამ ვიღაცის გარიგებაზე აი ეს კომიკური ფიგურები გამოვლენ და რაღაცებს იბოდიალებენ, ჯერ იმაზე აგონ პასუხი, მაგალითად მურუსიძის სასამართლოში, როგორ მოხდა, რომ მათი წარმომადგენლების დახმარებით წინამოწვევის პარლამენტში ოცნებამ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ესენი არის ფაქტები. და ფაქტებს გასცემ პასუხი. ეს არის მხოლოდ ჩემი შეფასება. კარგი, ანა, რადგან მანდატები ვახსენეთ, რომელსაც პარლამენტში ამ დრომდე ინარჩუნებთ თქვენი პარტიის 12 წარმომადგენელი და ზოგადად ეს არის ის თემა, რომელსაც მუდმივად გაძახებენ სხვა ოპოზიციური ძალები. თქვენ წეღან თქვით, რომ გახარიას პარტია არ არის რევოლუციონერი. აი, სწორედ ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ ეს კითხვა. აი, 9 წელზე მეტი გავიდა, რაც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ხო? რა გამოჩნდა და რა გამოაჩინა ამ პერიოდმა? შემთხვევით ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც პარლამენტში შესვლა და მუშაობის დაწყება სჯობდა ბოიკოტის გამოცხადებას. დღევანდელი გადმოსახედიდან ახლა აი დღევანდელი გადმოსახედიდან არის საინტერესო, მაგრამ მე გაგახსენებთ არა რომ ნანოდე სხვანაირად მოიქცეოდი, ხო? ანუ რაღაცები რო ჩაივლის მე შეფასებები უფრო მარტივია ხოლმე, მაგრამ მე გაგახსენებთ ახლა რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მათ შორის ის გადაწყვეტილებას, როგორც ჩვენ მივიღეთ, რომ ეს მანდატები არ გამოგვეყენებინა.
იმ კონკრეტულ სიტუაციაში არსებული მდგენელების მიხედვით იღებ. ხო, პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას რაღაც კონკრეტული ფაქტორები, კონკრეტული ინდიკატორები, კონკრეტული პოლიტიკური მოვლენები და მივიღეთ ის გადაწყვეტილება მაშინ რაც მივიღეთ. რაც შეეხება მანდატების თემას, ლელო მე გაგახსენებთ, იგივეა ეს წერან რომ ახსენეთ ეს კომიკური ფიგურა და არა მხოლოდ ზოგადად ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილი, ალბათ ყველა გამოდიოდნენ და ამბობდნენ რომ აგერ ნახავთ, მოვა მაისამდე გახარია მისცემს ლეგიტიმაციას შევა პარლამენტში, მანდატებს გამოიყენებს. გავიდა მაისი, მოვიდა კიდევაც და გავიდა მაისი. რომელიმე მათგანმა მაგალითად ბუდიში მოუხადა საკუთარ ამომრჩეველს რომ მორიგ ჯერზე მოატყუეს. გამოვიდნენ და თქვეს რომ ბუდიში ტყუილს ვაბრალებდი კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას. ჩვენ გვიობჭირდება ბუდიში. როგორც იმ შეფასებას ხაბეიშვილის ფასი 0-ია, მაშინაც 0 ჰქონდა, მაგრამ საკუთარ ამორჩეველს უთხრეს რომ მოგატყუეთ, როდესაც ვაბრალებდით რომ მანდატებს ლეგიტიმაციას მისცემთ. ამიტომ როგორც აქამდე არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ლელა რას იტყოდნენ, როგორ ეცდებოდნენ რაღაცას ეწონებს და ასე შემდეგ, დღესაც არ აქვს. მომავალშიც ასე გაგრძელდება. კარგი. ანა, სახელმწიფო ეთიკაში გრძელდება საკადრო გადაადგილებები და მოდით რამდენიმე წუთი ამ თემასაც დავუთმოთ. ამჯერად კიდევ ერთმა არჩეულმა პირმა, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა დატოვა თანამდებობა, რომელიც ინაცვლებს გენერალური აუდიტორის პოსტზე, შესაბამისად თანამდებობის დატოვება მოუწია ცოტნე ყავლაშვილს, რომელიც გენერალური აუდიტორის პოზიციაზე ასევე რამდენიმე წლით არჩეული თანამდებობის პირი იყო, ის გადადის ფინანსთა სამინისტროში, ბრუნდება ფინანსთა სამინისტროში მინისტრის პოზიციაზე. ხა, ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებები და ამის უკან რაღაცა ქვეტექსტები და ქვემიზნები არ უნდა დავინახოთ, თუმცა მაინც რითი ხსნით ხელისუფლებაში ამდენი პირის წამოსვლას ასეთ მოკლე პერიოდში და დროში. ეს არის რეალურად რაღაცა კლანური გადაჯგუფებები, როდესაც ერთი კლანი იმარჯვებს მეორეზე. რეალურად ამას არსებითი მნიშვნელობა ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოს ინტერესებისთვის არ აქვს, იმიტომ რომ ეს საკადრო გადაადგილებების შესახებ გადაწყვეტილებები არ მიიღება რაღაცა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ მიიღება იქიდან გამომდინარე, რომელი უკეთ ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს, არამედ მიიღება კონკრეტული პირებს, რომელი უკეთ ემსახურება და კი, ნამდვილად ერთი რაც ცალსახად ჩანს არის, რომ განსაკუთრებით დასანქცირებული პირების ჩაჩოჩება, ესე ვთქვათ, ბუდიში ტერმინისტრის ხდება. ეს არის რა, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ასე იყენებს ადამიანებს, ძალიან ძიმე პასუხისმგებლობებს აკისრებს. აკისრებს რა, თვითონ ეს ადამიანები იღებენ ეს გადაწყვეტილებას და შემდგომ, ესე ვთქვათ, ესე მარტივად მოისვრის. ეს არის უბრალოდ უნდა იყოს მაჩვენებელი თვითონ ოცნების ნებისმიერი წევრისთვის, რომ თქვენ როგორც ოცნების წევრს ფასი არ გაქვთ თვითონ ოცნებისთვის და თვითონ ივანიშვილისთვის. ესე ძალიან მარტივად მოგისვრით, როდესაც დასჭირდება. სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ამით არაფერი იცვლება, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღება რაღაცა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის რაღაცა კლანებთან დაპირისპირების შედეგი. მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. ანა ბუჩუპური პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ნუგზარ წიგლაური შემოგვერთდება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, უბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიგლაურია ჩვენთან და გამარჯობა ბატონო ნუგზარ და მადლობა რომ შემოგვერდით. ბატონო ნუგზარ, მიუხედავად არაერთი აქტუალური საკითხისა, სულ უფრო და უფრო ცხელი ხდება და მწვავე დისკუსიის სახეს იღებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული თემა, ამიტომ მოდით ამით დავიწყოთ. თქვენი კოალიცია ხო ვიცით, რომ მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვას არ განიხილავს და ბოიკოტისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ ძალებსაც, თუმცა მაგალითად სხვანაირად და სხვაგვარად ფიქრობენ ევროპარლამენტარები. ნახავდით და წაიკითხავდით, ხო, გუშინ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. ამ კონტექსტში კი ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. რა გაქვთ სათქმელი ამ შემთხვევაში, არა ვთქვათ იმ ოპოზიციური ძალებისადმი, რომლებიც განიხილავენ მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვას, არამედ ევროპარლამენტის წევრებისადმი და რითი ხსნით მათ ამ პოზიციას?
პასუხი არის შემდეგივე აბზაცში აი ამ რეზოლუციის, სადაც წერია, რომ არჩევნები უნდა იყოს ჩატარებული თავისუფალ გარემოში, რომ ის არ უნდა ტოვებდეს მიკერძოების ნიშნებს. პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ცხადია და ეს იცის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. პოლიტიკა არის არჩევნებში მონაწილეობა, ელექტორალური დემოკრატია ეს არის, მაგრამ თუ ეს არჩევნები არის ფარსი, თუ ეს არჩევნები არის გაყალბებული, მაშინ ამ არჩევნებში მონაწილეობას არავითარი აზრი არ აქვს. და ზუსტად შემდეგი აბზაცი იმ აბზაცისა, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, იქ პირდაპირ წერია ამის შესახებ. ასე რომ წყლის ნაყვას არავინ არ ვაპირებთ, არჩევნებში რა თქმა უნდა ყველა სურს მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური პარტიებისათვის, მაგრამ როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არის მთლიანად მიტაცებული, როდესაც აშკარა ნიშნები ვნახეთ იმისა, როგორ გააყალბეს წინა არჩევნები და როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო პროტესტი, სწორედ იმის გამო, რომ არჩევნები არის წართმეული ქართული ხალხისათვის და ის არ გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებას, ხო, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ახლა აქტიური პროტესტის გამოხატვა ხელისუფლების პარტნიორებს იმაში, რაზეც საუბრობთ, რომ CSKO არის მიტაცებული არჩევნები გაყალბდება, რომ ქართულ ხალხს ევროპელ პარტნიორებს პირდაპირ წერია, აი მაგ აბზაცის შემდეგ, რომელიც როგორც შესაძლებლობას ისე შეხედა დიახ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კი ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. და იქ პირდაპირ შემდეგივე აბზაცში წერია ამის შესახებ. რაც შეეხება მთლიან კონტექსტს აი ამ რეზოლუციის, იქით საუბარი არის დაკავებულ ლიდერებზე, საუბარია დაკავებულ აქტივისტებზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, სწორედ ამაზეა ლაპარაკი. თუ არ არსებობენ პოლიტპატიმრები, თუ არ არსებობს მიუკერძოებელი საარჩევნო კომისია, რა თქმა უნდა, არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ასულდგმულებს დემოკრატიულ საზოგადოებას. მაგრამ როდესაც არსებობს ერთი პარტიის ორი ლიდერი უკვე დაჭერილი და სულ რამდენიმე დღეში ელოდება დაკავებას ნიკა გვანამია, როდესაც არსებობს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, როდესაც ქალ ჟურნალისტებს იჭერენ თითქოს და ვიღაცას რაღაც ატკინეს მათ, ხო, ამ შემთხვევაში ნებისმიერ არჩევნებზე ლაპარაკი ნიშნავს იმას, რომ ხდები ივანიშვილის სისტემის ნაწილი და ამ შემთხვევაში პარალელს თუ მოვიშველიებთ, ასე იყო რუსეთში. ნამდვილ პოლიტიკურ ლიდერებს იჭერდნენ, ციხეში სვამდნენ, კლავდნენ ხანდახან პირდაპირ კრემლის კედლებთან, ხოლო ჟირინოვსკი და ზუგანოვი იყვნენ ვითომს და სისტემური ოპოზიცია პუტინის. ჩვენ არ გვსურს, რომ რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარიას წარმომადგენელი ვსტუმრობდა გადაცემაში, მან დასვა ასეთი კითხვა, თუ არ შედიხართ არჩევნებში, მაშინ რა არის თქვენი მოქმედების გეგმა B. აი მართლაც თუ არჩევნებში არ უნდა შევიდნენ ოპოზიციური პარტიები, მაშინ ჩდება კითხვა, რა რესურსი აქვს ოპოზიციას, რომ ასე ვთქვათ, არასაარჩევნო გზით შეცვალოს და დაამარცხოს ქართული ოცნება. რა რესურსიც აქვს, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ოპოზიციას, როგორც ქართული საზოგადოების ნაწილს, ეს ყველამ კარგად დავინახეთ 6 თვის განმავლობაში. არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მხრიდან აღიარება იმ არჩევნების შედეგების, რომელიც მიიტაცა ქართულმა ოცნებამ. აი იმ პროტესტმა, რომელიც არსებობს დღეს ქუჩაში, იმ ერთსულოვნებამ, რომელიც გამოიხატა საპარლამენტო მანდატების ბოიკოტირებაში, მოიყვანა ეს დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ეუბნება ქართულ ოცნებას, რომ თუ მას უნდა რომ იყოს აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მან უნდა გაითვალისწინოს დემოკრატიული მოთხოვნები ჩვენი ოპოზიციის და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ასე რომ ის ბრძოლა, რომელიც დღეს მიმდინარეობს, თავის შედეგებს ამ ბრძოლას უკვე აქვს და ჩვენ ყველანი ვხედავთ ამ შედეგებს. ხოლო ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გზების მოხრეშვაზე საუბარი, ლეგიტიმაცია ავტოკრატიის რა შედეგებს მოიტანს, მე მგონია ეს ისედაც არის სახეზე. ამიტომ შეკითხვა ისე კი არ უნდა ჟღერდეს ახლა, რომ რა არის მეორე გეგმა. შეკითხვის დღეს ისე რომ გეგმა უკვე არსებობს, ეს გეგმა ხორციელდება ქართული ხალხის, ქართული პოლიტიკური საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების მიერ, მას აქვს თავისი ხელშესახები შედეგები, ხოლო ის, რაზეც თქვენ ბრძანეთ, რომ უთქვამთ აქ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს საერთოდ არ არის
გეგმა. იმიტომ რომ საქართველოს ახლა არის ცივილიზაციურ გზაგასაყარზე. ხელისუფლება იძახს რომ მისთვის ნაკლები მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპები, ხელისუფლება სურს შეინარჩუნოს ძალადობით მართლობის უფლება, ხოლო ქართულ საზოგადოებას სურს დემოკრატიული განვითარება. მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელი არის. ხა არ უნდა დავემსგავსოთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კომპარტიაში შევალ და შიგნიდან შევცვლი კომუნისტურ პარტიას და ასეთები იყვნენ, იცით და მთელი კასტა იყო ასეთი ადამიანების. ივანიშვილის სისტემის ნაწილად ქცევა. ბოდიშვიხტი ამაზე, მაგრამ ივანიშვილის სისტემისთვის ლეგვის ფოთლად გადაქცევა არ ჭრის იმ პრობლემებს, რომელიც ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას აქვს და ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს. ეს თემა რომ შევაჯამოთ, ხა ორად იყოფა ოპოზიციაში აზრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში. გახარიას პარტია ისე როგორც ლელო არ გამორიცხავენ, რომ შევიდნენ მუნიციპალურ არჩევნებში და რადგან ლელო ახსენეთ, ხა თქვენ 2 დღის წინ პოსტი მიუძღვენით მამუკა ხაზარაძეს და მის პარტიას და ასეთი კითხვაც დასვით, სად გაგაქვთ ეგ ლელო საქართველოს კარშიო მიმართეთ ხაზარაძეს და მის გუნდს. აი რა გონიათ ამ ორი პარტიის ასე ვთქვათ мотиваცია და მიზანი, როცა ისინი იჭერენ იმ პოზიციას, რასაც ახლა მე არ ვიცი ეს мотиваცია არის თუ მაგრამ მე ვიცი შედეგი რა იქნება ასეთი ნაბიჯის ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს იქნება ავტოკრატიის განმტკიცება. ივანიშვილს და პოლიტიკურ ოპოზიციას იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის სისტემით დაიწყებენ ოპერირებას, საბოლოო ჯამში ერთი შედეგი ექნება და ეს შედეგი იქნება ქართული საზოგადოების უკუსლა. სხვა შორის ლელომ რომ ამას მცირე ისტორია აქვს, ხო? ჩვენ საუბრობდით დისკუსიაზე, ამ შესვლაზე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მაშინ ითქვა რომ იცი ძალიან ადრე ამაზე ლაპარაკი ეს ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაო, შემდეგ უკვე ქალბატონი ზურაბიშვილი გამოვიდა წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით და თქვა რომ არავინ არ ვიღებთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას თუ კი არ იქნება ეროვნული საპარლამენტო არჩევნები დანიშნული მაგრამ მას შემდეგ რაც დაიწყო ჩვენი პოლიტიკური ლიდერების დაჭერა რაც დააკავეს ზურა ჯაფარიძე გამოგონილი ბრალდებებით ნიკა მელია იქნა გატაცებული ახლა უკვე იჭერენ გვარამიას სწორედ მაშინ გაუჩნდა რაღაც ძალუმიე წყურვილი ლელოს რომ დაიწყოს ივანიშვილთან რაღაც კოოპერირებაზე საუბარი. მე ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი დრო არის ამისათვის შერჩეული და ძალიან არასწორია ის აქცენტები რომელთაც ეს პოლიტიკური პარტია გამოდის. ასევე უნდა ვთქვათ რომ სიტყვა მსჯელობა ისმოდა ყველაზე ხშირად რომ აი მოდი ვიმსჯელოთ ამ შესაძლებლობებზე. 4 თუ 5 დღეა ხო ეს აქტიურად წამოიწია ამ თემამ. შეხედოს ყველა რა ხდება სოციალურ ქსელებში. შეხედოს თვით იმ პოსტებს, რომელსაც წერენ ლელოს წარმომადგენლები. 1000-ობით კომენტარი და 1%-იც კი არ არის მხარდამჭერი ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს მსჯელობაც უკვე დასასრულისაკენ მიდის. ქართული საზოგადოების აზრი ძალიან კარგად გამოჩნდა ახლაც და ადრეც ჩანდა, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ დისკუსიის გარშემო და ახლა ჩემი აზრი არის ეს და ეს არ არის მოწოდება რაღაც ლელოს მიმართ, ნუ გადიუტდებიან შეცდომაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთში იყო მსგავსი ვითარება, აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები ჟირინოვსკის, ზიუგანოვის სახით და ნამდვილი ოპოზიცია იქნა განადგურებული და შემდეგ პუტინმა შეძლო თავისი პუტინური სისტემის შექმნა, ფსევდოდემოკრატიული სისტემის შექმნა, რომელსაც თვითონ სუვერენულ დემოკრატიას უწოდებდა და შეიყვანა რამდენიმე პოლიტიკური პარტია იქ. ეს აქ არ უნდა მოხდეს. მე ნამდვილად ლელო არ მემეტება ამას. ბატონო გზა, თქვენ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება ახსენეთ და ამ თემაზე აუცილებლად დაგისვათ კითხვას იქამდე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს მინდა ისევ დაუბრუნდეთ უშუალოდ დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილს გულისხმობ. თქვენ გარკვეულწილად შეაფასეთ უკვე ის რაც ჩაიწერა ამ დოკუმენტში, ამიტომ ახლა ქართული ოცნების მიერ გაკეთებული შეფასებების კონტექსტში გითხავთ, ამ ტიპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. კარგად ვიცით როგორ ხდება მიღება, რამდენ სიხდიან რა თანხებზეა საუბარი. ევროპა დღეს არის დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილის წამებაზე. ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რომელიც მართლ პარტიაში მოვისმენთ. ხა რადგან ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ასე ვთქვათ, ლობიზმით არის შეფუთული ის ყველაფერი, რაც ბრიუსელიდან თბილისის მისამართით ისმის, დავსვათ მოდით ეს კითხვაც. აი რა შანსი შეიძლება იყოს იმის, რომ ამ ტიპის აი ასეთი კრიტიკული რეზოლუციების უკან შეიძლება იმალებოდეს დიდი ფული.
წარმოუდგენელი არის, ეს არის ყოლად ოდიოზური განაცხადები ქართული ოცნების თითქოს და ირანში და ჩინეთში ყვავის დემოკრატია და ევროპული საზოგადოება, რომელიც არის ციტადელი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, პლურალიზმის, რომ ეს არის მიუღებელი და ის იმართება ფულით. ამის შეფასებაც კი ძალიან რთულია, თუმცა პირველი შემთხვევა არ არის. ხო, არსებობს მთელი კონტექსტი, მათ შორის ქრონოლოგიურადაც უკვე მრავალი ხანი არის 2-3 წელი არის უკვე ასეთი აშკარა თავდასხმები ხდება ჩვენს ევროპულ პარტნიორებს. როდესაც ვამბობთ, რომ ცივილიზაციურია ეს ბრძოლა, ხო, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ანტიცივილიზაციურ ძალას, რომელიც არც არჩევნებს არ ჩაატარებს, არც არანაირ დემოკრატიულ პროცესს არ განახორციელებს, თუ კი ეს მის ხელისუფლებას დაემუქრება. ამიტომ არის ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შეცვლა რეჟიმისათვის რაღაც ორნამენტების მიკერება, რეჟიმის რაღაც დემოკრატიული ფასადის შელამაზება. ეს არ უნდა დაუშვათ უპირველეს ყოვლისა და ფუჭია მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს, მანამ სანამ ქართული ხალხი საბოლოოდ არ აგრძნობინებს, რომ არ მიიღებს მისი თამაშის წესებს. ბატონო გზა, რადგან ევროპასა და ევროკავშირზე გკითხეთ, კიდევ ერთ კითხვას უკვე ევრობარომეტრის გამოკითხვის შედეგებზე დაგისვავთ. გაეცნობოდით ხო ამ ინფორმაციას, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 59% შეადგენს ამ გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 2025 წლის გაზაფხულზე. უსამართლო დამოკიდებულებას თავისი შედეგები მოაქვს, ამიტომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკასო, ასეთია ამ კვლევის შედეგებზე, გამოკითხვის შედეგებზე ისევ და ისევ მართლ პარტიაში გაკეთებული შეფასება. თქვენი სათქმელი რა არის ევრობარომეტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე და რითი შეიძლება აიხსნას ევროკავშირის სადმინდობის შემცირება, თუ კი რა თქმა უნდა კითხვებს არ იწვევს თქვენთვის ამ კვლევის შედეგები? იქ არის სოციალური კვლევების კომენტირება საერთოდ არის უმადური საქმე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და არა მხოლოდ ბოლო 30 წლეულის, არამედ საუკუნოვანი არჩევანი, ის რომ ეხლა ქართული ოცნების და მისი იდეოლოგიური რუპორების მხრიდან ყოველდღიურად ხდება თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, ჩვენს ევროპულ გზაზე, შესაძლოა ახდენდეს გავლენას ადამიანის გონებებზე. თუმცა მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს სურს ევროპა და არა ირანი, სურს ამერიკის შეერთებული შტატები და არა რუსეთი, სურს თავისუფლება, დემოკრატია და არა რაღაც აზიური დიქტატურა. ამიტომ ახლა მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ევროპული გზა მაინც იქნება განსაზღვრელი ყველაფერს. და ჩვენი საზოგადოება არის მომართული ევროპული განვითარებისაკენ ჩვენი ქვეყნის. აგი და აუცილებლად უნდა გკითხოთ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებაზე. ამ დროისთვის 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული: ირაკლი ოქროშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, საიდანაც 2 თქვენი კოალიციის ლიდერია, ჯაფარიძეს და მელიას ხელბორკილები დაედო იმის გამო, რომ არ ითანამშრომლეს საგამოძიებო კომისიასთან და მე უკვე არ გადაიხადეს ამის გამო სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო. ახლა რამდენიმე დღეში იგივე ელოდება ნიკა გვარამიას, თუ კი რა თქმა უნდა ის არ გადაიფიქრებს და არ გადაიხდის გირაოს. ხომ არ აპირებს, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ხომ არ აპირებს გვარამია პოზიციის შეცვლას, მოდით ამასაც კითხავთ და რას შემატებს, აქვე დაგისვავთ კიდევ ერთ კითხვასაც, რას შემატებს ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს, ის თუ კი ლამის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი აღმოჩნდება ციხეში. არა, რამდენიმე საათის წინ გუშინ ღამე ვისაუბრეთ დიდხანს ნიკა გვარამიასთან, მას აქვს მტკიცე ჩამოყალიბებული პოზიცია და არ აპირებს რაიმე სხვა რამის გაკეთებას, ვიდრე თვითონ აჟღერებდა ამას და საუბრობდა ამის შესახებ, ამიტომ სამწუხაროდ უნდა ველოდოთ, რომ რეჟიმის ანტიდემოკრატიული ხელი ახლა მიწვდება უკვე ნიკა გვარამიასაც და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმ ბრალდებას, რატომაც აკავებენ. იქნება ერთპარტიულ პარლამენტში წულუკიანის რაღაც კომისია, ეს ადამიანი იწყებს გამოძახებას ადამიანის, იმიტომ რომ პოლიტიკური შოუ მოაწყოს ამ ადამიანების გამოძახების შედეგად და თუ კი ისინი არ თაყვდებიან ამ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას,
ამ შემთხვევაში აგზავნიან ციხეში. აი ეს არის რეალობა ამ საქართველოსი, ეს არის ავტოკრატია მოქმედებაში, რომელსაც ყველა ვხედავთ. ამას უნდა დავამატოთ კიდევ 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ჟურნალისტები. ამას უნდა დავამატოთ კიდევ ნაცემი ადამიანები. აი ეს არის დღეს დიქტატურის ის სახე, რომელიც საქართველოში არის და ლიდერები, ვალდებულები არიან რომ იბრძოლონ ბოლომდე სიმართლე უთხრან ქართულს და ხანდახან ეს ფასი არის ხოლმე ციხით გადახდილი, თავისუფლების დაკარგვით გადახდილი. აი ამ კონტექსტში, როცა არის ამდენი პოლიტიკური პატიმარი, როცა ამდენ პოლიტიკურ ლიდერს იჭერენ ციხეში მართალი სიტყვის გამო, მხოლოდ და მხოლოდ. არანაირი ანტიკანონიერი ქმედების გამო არ არიან ესენი დაჭერულები. აი ამ პირობებში ქართული ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ადგილობრივ არჩევნებზე უნდა გავიდეთ, თვითონ რაღაცა სოფლის გზების პრობლემა არის, მნიშვნელოვანი ცივილიზაციური გზის პრობლემაა საქართველოში და არა ის ერთ სოფელს მეორესთან როგორი გზა აკავშირებს. ამიტომ არ უნდა მოვატყუოთ ახლა ჩვენი ამომრჩეველი. არ უნდა ვიქცეთ ივანიშვილის პოლიტიკური სისტემის ბოდიშვიხტი ამ სიტყვაზე და გამправებლებად. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვღალატობთ არა მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ იდეალებს, არამედ იმ ხალხს, რომელიც 100,000-ობით გამოდის ქუჩაში და იცავს თავის თავისუფლებას და თავის ევროპულ მომავალს. და მაინც ბატონო გზარ სად უფრო აწყობს თვითონ ქვეყანას ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში თუ თავისუფლებაზე და რატომ გეკითხებით? აგერ მაგალითად რამდენიმე დღის წინ იკამელიას წინააღმდეგ იცით რომ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრეს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და აქ აღსანიშნავი არის ის, რომ ეს მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. რა მნიშვნელობა აქვს? 1 წელს მიუსჯიან, შეუძლიათ 5 წელი მიუსაჯონ სხვა საქმეზე. ნიკამელიას დაკავება როგორ მოხდა? ადამიანი მიდიოდა, როგორც მე მოვედი ახლა თქვენთან სატელევიზიო ეთერში, ისე მიდიოდა ერთ-ერთ გადაცემაში. და 50 კაცი შეიარაღებული დახვდა, იმიტომ პირველი მოთხოვნა იყო, რომ შუშები არის ზომაზე მეტად დაბურული. აი ესეთი ქვეყანა არის ახლა საქართველო. ამიტომ როცა უნდა 5 წელს მოგისჯიან, როცა უნდა 15 წელს მოგისჯიან და ახლა ამ პირობებში რაღაცა ქართული ოცნების დემოკრატიულობაზე ლაპარაკი და წმენა იმისა, რომ მის ჩაატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სამართლიანად, უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა და შეურაცხყოფა არის მთელი ქართული ხალხის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეცდომაში არავინ არ უნდა გაჯიუტდეს. ყველა ვნახეთ ამ დისკუსიის შედეგები, მე მგონი არავითარი აზრი აღარ აქვს ახლა კოოპერირებას ქართულ ოცნებასთან, რაც შეეხება დიქტატურას, ავტოკრატიას და ადამიანების ბრძოლას და ხანდახან უიმედობასაც, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის, რომ აი ყველას დაიჭერენ, ყველას გაგვასახლებენ. ამ ავტოკრატიებს აქვს თავიანთი ისტორიები და მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, რომ სადღაცამდე შეუძლიათ მოჭერა, სადღაცამდე შეუძლიათ დაშინება ადამიანების, მაგრამ აი ეს ბევრი დაშინებული თითქოს და დამცირებული შეურაცხყოფილი ბოლოს ერთ პირს შეკრავს ხოლმე და გამოდის იმისათვის, რომ შეცვალოს აი ეს ყოველად ოდიოზური ვითარება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა კი არ გჭირდება. გჭირდება ქართული ხალხის სრული კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ეს ანტიხალხური რეჟიმი მოიშოროს. მადლობა ბატონო გზარ, მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და დაგუთმეთ დრო უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დაგემშვიდობებით, ნუგზარ ციკლაური სტუმრობდა დღის ნიუსრუმს ამით ვასრულებთ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით დაგემშვიდობებით, დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:09-ზე უკვე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს. დროებით.